გრძნობს, როცა თქვენ გიყურებთ. ბალანსისთვის დალაიქეთ ვიდეო, კომენტარში არ დაგავწყეთ სიყვარულის და სითბოს გამოხატვა, იფიქრეთ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს და საკუთარ თავზე და ნახოთ რას გრძნობს, როცა თქვენ გხედავთ, რა განცდები ეუფლება მას. ძალიან ძლიერი აქტიურობის სურვილი უჩნდება, აი ძლიერი იმპულსები აწუხებს და აწვება ვნება, მიზიდულობა, ცდუნება, თქვენ თითქოს მისთვის გარკვეული სახით, აი სერიოზული ცდუნება ხართ, უნდა იაქტიუროს, უნდა რომ მოვიდეს, ყურადღება გამოხატოს, ზოგადად უნდა რომ თქვენ შეამჩნიოთ, თქვენ აღიაროთ, აი დაფასება ჭირდება თქვენგან და ეს აღიარება და იმისთვის რომ თვით შეფასება აიმაღლოს, ეს გარეგნულად აი ერთი შეხედვით ეს ემოციებიც რომ აი მოვიდეს და ისე რომ თვითონაც ვერ აკონტროლებს თავის თავს, რატო აკეთებს ასე, მეორეს მხრივ აქ სერიოზულ ტრანსფორმაციაში ვხედავ ადამიანს, ისე სიორმისეულად რომ გავშალოთ და სერიოზული ცვლილებების მდგომარეობა აქვს, მიზიდულობა ძალიან ძლიერი აქვს როგორც ესეთი, მაგრამ აქ არჩევანი აქვს თითქოს გასაკეთებელი, ან რაღაცისთვის მზად არ არის ეს პიროვნება და ცოტა გაურბის თავის თავს. მისთვის ძალიან სასურველი ხართ და მომხიბვლელი და ყოველ მხრივ რომ ძლიერი ლტოლვა აქვს, მაგრამ რაღაცას გაურბის და რაღაც, აი უნდა რომ ლოგიკით გადაწყვიტოს და გულს არ მოусვინოს და ხშირად ლოგიკა გვატყუებს და რაციონალური აზროვნება. ვნახოთ აბა რას იწევს ახლო პერსპექტივაში თქვენთან დაკავშირებით. მოქმედებები ექნება, კომუნიკაციები ექნება, მაგრამ საკმაოდ დაბნეულია, საკმაოდ გაურკვევლობაშია, როგორც ესეთი თავის თავში დგას და ძალიან ბევრს ფიქრობს და არ იცის ბოლომდე რას სურს, საერთოდ უნდა თუ არა ურთიერთობა, ან როგორი სახის უნდა, ცოტა შიშები აქვს აქ თითქოს ადამიანს, შეიძლება მისთვის იმდენად ძლიერი ცდუნება ხართ რაღაც მომენტში, რომ არ იცის როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. ძალიან დაბნეულია, ისე ცოტა ტყუილებიც ახასიათებს და ცოტა გაურებული პოზიცია. აქ რაღაცა მესამე ფაქტორი დგას ძალიან ბევრ თქვენთაგანთან ურთიერთობაში ხელისშემშლელი და შემაფერხებელი. თითქოს სულ გიყურებთ, სულ გაყვარდებათ, გათვალიერებთ, აბა თქვენ რას იცავთ, აბა თქვენ როგორ მოიქცევთ, შეიძლება სოციალურ ქსელში გიყურებდეთ, აი თქვენს ნაბიჯებს აკონტროლებდეს, მიზიდულობა დიდი აქვს, კომუნიკაციის სურვილი არის და გადმოდგავს ნაბიჯებს, მაგრამ არის დაბნეული. შეიძლება ფარავს ამ თავის შინაგანს არეულ სამყაროს და არც უნდა რომ ესე გაჩვენოთ, რომ როგორი არეულია, მაგრამ ქვეცნობიერ დონეზე არ ესმის ბოლომდე თავის თავის. მოკლედ ბალანსისთვის დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, პირად კონსულტაციაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში Facebook მაყურებელმა, TikTok და YouTube მაყურებელმა მომწერეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე.